გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღევანდელი ეპიზოდის თემა გარკვეულწილად ცხოვრების რაღაც ეტაპზე გვეხება ყველას. მიუხედავად იმისა, ამაზე ვისაუბრებთ ხმამაღლა თუ არა. დღეს მე ვეცდები ჩავეძიო ფსიქოსექსოლოგიის თემას. ეს არის საკითხი, რომელიც არკვევს თუ რა კავშირშია ჩვენი ფიქრები, ემოციები, ქცევები და ზოგადად ცხოვრებისეული გამოცდილებები ჩვენს სექსუალობასთან. დღევანდელი ჩემი სტუმარი მოყვება თავის გამოცდილებასაც და მოგცემს იმ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ჩვენ ინტერნეტში ვერ ვნახოთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ინტერნეტში არის ყოველდღე გაუფილტრავი ინფორმაციაც, 1000 გვარი ბლოგერი არსებობს, ან არა ბლოგერი, უბრალოდ ადამიანები, ვინც აზიარებენ ინფორმაციებს და ჩვენ ვიბნებით და ვიკარგებით ამდენ ინფორმაციაში, რადგან არ ვიცით ვის ვენდოთ. სწორედ ამიტომ მე დღეს მოვიწვია ადამიანი, პროფესიონალი, რომელიც ბევრ ისეთ კითხვაზე გაგვცემს პასუხს, რაც მეც მაწუხებს და დარწმუნებული ვარ თქვენც. აქვე მინდა გირჩიოთ, რომ ამ ვიდეოს ქვემოთ კომენტარების ველში დატოვეთ ყველა ეს კითხვა, რომელიც გაგიჩნდებათ დღევანდელი ეპიზოდის ნახვის შემდეგ, რადგან ჩემს პოდკასტში ამ თემას არაერთხელ დავუბრუნდები და უკვე თქვენ კითხვებს გამოვიყენებ შემდეგ სტუმართან. აქვე მინდა გთხოვოთ, თუ თქვენ იღებთ სიამოვნებას და გაინტერესებთ სალომე კასრაძის პოდკასტები, გახდით ჩვენი გამომწერი. ეს გამოწერა ამ ღილაკზე, გამოწერის ღილაკზე დაწყაპება ძალიან ბევრს ნიშნავს ამ პოდკასტისთვის, ამ არხისთვის, თუ თქვენთვის ძალიან პრინციპული არ არის ეს, იმიტომ რომ მე ვაკვირდები, რომ პოდკასტს თავიდან ბოლომდე უყურებენ ადამიანები, ვინც არ არიან არხის გამომწერები. ამიტომ თქვენთვის თუ არ არის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებით თუ არა გამომწერები, გთხოვთ რომ გახდეთ გამომწერი და ამით დაეხმაროთ პოდკასტის განვითარებას. სანამ წარმოგიდგენთ დღევანდელ ჩემს სტუმარს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩემი პოდკასტის სპონსორი ავეჯისახლი ლაქშერი, რომელიც ზრუნავს ჩემი სტუდიის გაფორმებაზე. ლაქშერი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის ნომერ 24-ში, სადაც დაგხვდებათ უზარმაზარი შოურუმი, სხვადასხვა ავეჯით, სხვადასხვა ქვეყნის ავეჯით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის იტალიური ავეჯით. მე დავტოვებ ლაქშერის Instagram გვერდს აღწერაში, შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალებს. და რა თქმა უნდა, ტრადიციულად ჩვენი პოდკასტის ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და ახლა უნდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი. ბატონი სოსო შურღაია, რომელიც გახლავთ ექიმი ვენეროლოგი, ანდროლოგი, ფსიქოთერაპევტი და ფსიქოსექსოლოგი. ბატონ სოსო, თქვენთან ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. გარდა იმისა, რომ მეც მაინტერესებს ბევრი საკითხი, ჩემს გასულ პოდკასტებზე, როდესაც სტუმრები მყავდა, ვეხებოდით ურთიერთობების საკითხს, პირად ურთიერთობებს და ბევრი გამომწერის დიდი ინტერესი დავინახე, იმიტომ რომ კომენტარებსაც ეტყობა ეს, ნახვებსაც ეტყობა და მინდა რომ დავიწყოთ თავიდან, სექსუალური განათლებიდან. აი როგორც ვახსენე წარდგენის დროს, ვისაც აინტერესებს ამ საკითხში გარკვევა, რა თქმა უნდა, შევა ინტერნეტში, ნახავს, მოიძიებს და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც არ გვაქვს ის ნდობა, რომ აი ვის ვენდოთ, ვინ ამბობს სწორ ინფორმაციას, ვინ არის ექსპერტი ამ საკითხში, ხო? აი თქვენ რომ გითხრათ, საიდან იწყება სექსუალური განათლება და საერთოდ რას ნიშნავს ეს? მადლობა მოწვევისთვის. ძალიან კარგი შეკითხვა იყო და ძალიან აქტუალური დღევანდელ დღეს და ძალიან სწორად დასმული, იმიტომ რომ მე საერთოდ თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამ შეკითხვას მისვამს და ეს არ არის პირველი გადაცემა, სადაც მე ამ თემაზე ვსაუბრობ, მაგრამ აი თქვენ ზუსტ ძალიან სწორად წაიყვანეთ, სწორი მიმართულებით წაიყვანეთ ახლა საუბარი, იმიტომ პირველ რიგში უნდა განიხილოს რა არის სექსუალური და მე უფრო უწოდებ სქესობრივი განათლება. და საერთოდ როდის იყო მიღებული ეს ტერმინი, როდის შემოვიდა სქესობრივი განათლება კაცობრიობის ისტორიაში. თქვენ ალბათ კარგად იცით, რომ 50-იანი წლების ბოლო 60-იანი წლების დასაწყისში დასავლეთში მოხდა ეგრეთ წოდებული სექსუალური რევოლუცია და დაიწყო ეგეთი მოძრაობა, რომელსაც ჰქვია თავისუფალი სიყვარული. ამან ძალიან ბევრი კარგიც მოუტანა კაცობრიობას, იმიტომ რომ უამრავი კომპლექსები მოიხსნა, მაგრამ ამავე დროს შეიქმნა ძალიან ბევრი პრობლემებიც. პირველ რიგში ეს იყო სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების აფეთქება, ეს იყო სექსუალური ძალადობა არაკონტროლირებადი და ნაადრევი აბორტები, რომლების სტატისტიკაც სწრაფად გაიზარდა. ამიტომ რამდენიმე ქვეყნის მეცნიერებმა, პირველ რიგში წამყვანები იყვნენ შვედი მეცნიერები, ჰოლანდიელები და ამერიკელები. მაგათმა შეიმუშავეს ესეთი მეთოდური მითითებები და შემდეგ დაიწერა სახელმძღვანელოები სქესობრივ განათლებაში.
რას ნიშნავს სქესობრივი განათლება? რატო კიდევ ერთხელ რატომ ვამახვილებ ყურადღებას სქესობრივ განათლებაზე და არა სექსუალურ განათლებაზე? იმიტომ რომ ეს ორი ტერმინი ხალხს ძალიან ხშირად ერევათ ერთმანეთში. ხა მე რომ ვნახე რამდენიმე თანამედროვე ავტორის, ან ბლოგერის სექსუალური განათლების, ეგრევე არის გადაცემა სექსუალური განათლება, სექსუალური განათლების მეთოდოლოგიური მითითებები, აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის sex training. აჰა. რომელსაც არ აქვს არაფერი საერთო სქესობრივ განათლებასთან. ეს არის გათვლილი უკვე ზრდასრულ ადამიანებზე, რომელსაც სჭირდებათ ასე ვთქვათ, თავისი სექსუალური გამოცდილების ამაღლება, რომ პარტნიორთან დაამყარონ გაცილებით უკეთესი სქესობრივი კავშირი. რამ სქესობრივი განათლება სხვა არის. თუ ჩვენ საუბრობთ ახალგაზრდებზე, ეგ უკვე სულ სხვა მიმართულებაა და სულ სხვა მოვლენა არის. სქესობრივი განათლება ეს არის სამეცნიერო ფსიქოლოგიური ღონისძიებების სისტემა, რომელიც გულისხმობს პრიორ რიგში მშობლების, ბავშვების და მოზარდი ახალგაზრდების ჯანსაღ დამოკიდებულებას სქესის საკითხისადმი. და რასში გვეხმარება სქესობრივი განათლება? პირველ რიგში გვეხმარება საკუთარი იდენტობის მიკუთვნებაში, ეს ერთი, რომ გავარკვიოთ საკუთარი იდენტობა რომ ჩამოგვიყალიბდეს. მეორე, აყალიბებს სექსუალურ უპირატესობას და ორიენტაციას, ეხმარება და ხელს უწყობს პასუხისგებლობაში პარტნიორულ და ოჯახურ ურთიერთობებში, ასევე ეხმარება და ამზადებს ახალგაზრდებს მშობლობისთვის როლური ფუნქციების ჩამოყალიბების დროს და რა თქმა უნდა, ამავე დროს ხელს უწყობს და ანვითარებს ჯანსაღი ცხოვრების წესების ჩვევას ახალგაზრდებში. ამისთვის არის მიღებული სქესობრივი განათლება, რომელიც იწყება ელემენტარული ჰიგიენის დაცვით და შემდეგ უკვე ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდა სწავლობს, როგორ უნდა დაიცვას თავი ელემენტარულად მის მიმართ ზედმეტ და არაჯანსაღ ყურადღებისგან, როცა ყურადღებას უცხოს არაჯანსაღ ყურადღებას მეგულისმოს სექსუალური ინტერესი ზრდასრული ადამიანისგან, მოზარდის და ბავშვის მიმართ. და პლუს შემდეგ თანდათან, მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ, თანდათან, იმიტომ რომ სექსუალური განათლება, სქესობრივი განათლება იწყება ადრეული ასაკიდან და გრძელდება შეიძლება ვთქვათ მთელი ცხოვრება. თანდათან ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ღებულობს უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას მის, სქესობრივ და შემდეგ ამავე დროს სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით. და ამას ხო არ აქვს ერთგვარი სისტემური ხასიათი, ხო? არც თქვათ მოზარდები რა ხანახსენეთ, სკოლაში არ არსებობს, ხო? ესეთი რაღაც განათლების ჩვენთან არა, სისტემა. მაგრამ სხვა ქვეყნებში არსებობს. თუმცა ეხლა თქვენ რაც ახსენეთ, თავიდანვე პატარა ასაკიდან იწყება. ესე იგი, ამ განათლებას ადამიანი იღებს პირველ რიგში მშობლებისგან, ხო? აუცილებლად, ამიტომ თვითონ მშობლებმაც ელემენტარული უნარები უნდა კონდეთ. აი მაგალითად რა არის ეს ელემენტი? ვიწყოთ რა, დავიწყოთ რითი. ახალდაბადებული უმცროსო ჩვილი ბავშვი. აქვს ჩვევა საკუთარი გენიტალიების გაღიზიანება. იმიტომ რომ აინტერესებს. ხო, იმიტომ რომ აინტერესებს ეს რა არის. თან პლუს იქიდან ღებულობს გარკვეულ შეგრძნებებს, ხო? ეხლა ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს მშობლისგან агрессია, იმიტომ რომ არაერთხელ მინახე ესე წაართავე ხოლმე ხელში პატარა ბავშვს საუბარი. გარკვეულწილად ეს ნორმალურია, თუ ეხლა გადაჭარბებულად იღიზიანებს გენიტალიებს, რა თქმა უნდა ძალიან ნაზად პერიოდულად უნდა მოაშორონ ხელი. მაგრამ რეალურად არანაირ საფრთხეს ეგ არ წარმოადგენს ბავშვისთვის. აქედან იწყება. მერე თანდათან, როცა იქნება უკვე სექსუალური იდენტობა რო ყალიბდება, და ეს სექსუალური იდენტობა ყალიბდება 2-3-4 წლის ასაკში. მე ვინ ვარ, ბიჭი ვარ, გოგო ვარ. როგორ უნდა აქ ბავშვს უკვე მინიმალურად უკვე უნდა პასწავლოთ, როგორ უნდა მოუაროს თავს, როგორ უნდა მიხედოს ბანაობას, რა თქმა უნდა, მშობლები მაგ დროს ასწავლიან, როგორ უნდა მიხედოს გენიტალიებს, რომ
თვითონ აქვს პენისი დაუშვათ გოგონებს, ვაგინა, ანუ ელემენტარული მინიმალური განათლება ბავშვმა ამ პერიოდშიც უკვე უნდა მიიღოს. ანუ რაც შეესაბამება მის სექსუალურ იდენტობას. თუნდაც ეს ტერმინები რო იცოდეს, პენისი, ვაგინა, ამასაკიდან შეიძლება ეს? ნუ აბა ეხლა რო ეკითხება ეს რა არის? ხო, ნუ ხარას მოიგონებენ, ხარას და პირდაპირ შეიძლება ითქვას ეგ რა არის. ხო. და აი ამ 2-3 წლის ასაკში ხშირად ბავშვებს თუნდაც ამ ინტერესის და ცნობის მოყარეობის მინიმუმ დაკმაყოფილების გამო, ნუ შეიძლება ის იყოს სიამოვნების მიღების გამოც, ბავშვებს აქვთ ხოლმე ერთმანეთთან კავშირი და აი მშობელი რო შეასწრებს, არსებობს ესეთი მაგალითები, მაგალითად ფსიქოთერაპიაში განიხილება ესეთი მაგალითები, რომ მშობელს შეუსწრია 2 წლის ბავშვისთვის და იმ ხელზე უღრიალია, ან დაურტყია და ასე შემდეგ, რომ ამან ისეთი ტრამვები დატოვა ამ ბავშვზე, გოგონა გახდა ფრიგიდული და ასე შემდეგ. ესეც რომ მოდი ამაზეც რო ვილაპარაკოთ. ამაზე ვისაუბრეთ, ეს არის აი ფრიგიდულობაზეც ჩვენ გავარჩევთ ამ თემას. ეს არის ფსიქოლოგიური და რეტარდაციული ფრიგიდულობის განვითარების მიზეზი. მე რას ვიზახებ, ბავშვს როცა ებადება შეკითხვა, ჯობია, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ზერელეთ, მაგრამ მივაწოდოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ მისი ცნობის მოყარეობა რო დაკმაყოფილდება, ის აღარ ჩაეძიება შემდეგ, ანუ სხვა, ანუ არ ეცდება, მით უმეტეს დღევანდელ დღეს ბავშვებს წვდომა აქვთ гаджеტებთან, ან უფრო შეიძლება ასაკით უფროს ბავშვებთან ამ ინფორმაციის მოძიებას. იმიტომ პირველადი ცნობის მოყარეობა თუ დაკმაყოფილდა, შემდეგ უკვე მასში არ იბადება ეს ამავე თემაზე ინფორმაციის მოპოვების მოთხოვნილება. მაგრამ თუ გაუღვავებთ ამ ცნობის მოყარეობას, ოს არ შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება მივცეთ ბიძგი იმისთვის, რომ მან უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვოს. და მოიპოვებს უკვე, შესაძლებელია მოიპოვოს უკვე სხვა წყაროებიდან, რაც უკვე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს მის ფსიქიკის ფორმირებაში შემდგომში. ამ თემას მე მგონი კიდე შევეხებით ჩვენ საუბრის დროს. მე მაინტერესებს, რადგან სქესობრივ განათლებას ასე ვახსენებ. სქესობრივ განათლებას რა კავშირი აქვს და რა როლი აქვს წყვილის ჰარმონიულ ურთიერთობაში? მე არა მხოლოდ სექსუალურ კავშირს გულისხმობ, სქესობრივ კავშირს გულისხმობ, ჰარმონიული ურთიერთობა ხო ეს არ არის მხოლოდ კარგი სექსი, ეს ხო არის ზოგადად ჰარმონიული ურთიერთობა, რისი კომპონენტიც არის ნამდვილად სქესობრივი კავშირი. მაგრამ აი ამ ზოგადად ჰარმონიას რამდენად უწყობს ხელს სქესობრივი განათლება? ერთ-ერთი ამ ჰარმონიის ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობაა. ხა გეტყვით, თქვენ როგორც მე ვიცი, ფსიქოლოგი ბრძანდებით. ჯერ მაგისტრი მაგისტრანტი უკვე ფსიქოლოგია ფაქტიურად. მე მინდა გითხრათ, რომ გეცოდინებათ, რა თქმა უნდა, რომ არსებობს ეგეთი მიმართულება ფსიქოლოგიაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ასე ვთქვათ, ურთიერთობის ფსიქოლოგია. ურთიერთობის ფსიქოლოგია შეიცავს სხვადასხვა ურთიერთობების ნაირსახეობას, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობასაც. და აი მანდ წყვილებს ძალიან ხშირად ექმნებათ მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის სექსუალურ ნიადაგზეც. მცც არა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის სექსუალური ნიადაგი. და ხშირად ეს პრობლემები იქნება ელემენტარული, ამ საკითხში გაუნათლებლობის გამო. ამიტომ სქესობრივ განათლებას აქვს ძალიან დიდი როლი, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, მე თავიდან ვერ ვთქვი, ჯანსაღი დამოკიდება სქესის საკითხისადმი. ანუ ერთ-ერთი როლი, ერთ-ერთი ძალიან დიდ როლს ასრულებს სქესობრივ განათლება იმაში, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პიროვნება და ჯანსაღად შეხედოს აი ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც არის სექსი. და თუ არც სკოლაში ისწავლება, თუ არც მშობელი ეუბნება არაფერს არ უხსნის, მეგობრები რაღაცას ეუბნებიან, საუბრობენ, აი საიდან უნდა მიიღოს ადამიანმა ეს სქესობრივი განათლება? აი ეს. და აქედან ძალიან ხშირად ახალგაზრდა ღებულობს არასწორ ინფორმაციას. სამწუხაროდ. აი რა უნდა აქნას ახალგაზრდამ? აი რა არის ყველაზე ისეთი ოპტიმალური, შეიძლება საუკეთესო გამოსავალი არ იყოს, მაგრამ ოპტიმალური გამოსავალი რა არის? ოპტიმალური გამოსავალი ხა იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს
ნორმალური ინფორმაცია საჭირო არის, რა ვიცი, ალბათ საქართველოში საჭირო არის ამ მიმართულების განვითარება. მის შეცვლა, ხო, ხო, ამ ხრივ. გარკვეულწილად. რომ მე ძალიან გამიჭირდება ხა ზუსტად იმის თქმა, რა არის საჭირო. ხა თუ კვალიფიცირებულ სპეციალისტთან მოხდება და კონსულტაციას გაივლის, ეგ სხვა არის, მაგრამ სპეციალისტამდე ძალიან ბევრი ვერ მიდის. როგორც წესი, მაშინ მიდიან, როდესაც პრობლემას როცა პრობლემა უკვე ჩამოყალიბებულია. და მანამდე მიიჩნევენ, რომ მათ ყველაფერი იციან და არაფერი არ არის საკვლევი, ასე რომ. და ინტერნეტი კიდე ყველანაირი ინფორმაციის წყაროა. ხო, კი, ესე იგი. ნამდვილად ყველანაირი ინფორმაციის წყაროა, მაგრამ ინფორმაცია შეიძლება იყოს არასწორი, რაც მერე წაიყვანს არასწორი მიმართულებით და სამომავლოდ ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის. რა არის ის ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური ბლოკები, რომლებსაც ხედავთ თქვენს პაციენტებში, სექსუალურ ცხოვრებას გულისხმობ, რა თქმა უნდა. მოდი ჯერ ასე ფსიქოლოგიურად ვიტყვი, ბლოკი რა არის საერთოდ ფსიქოლოგიური ბლოკი? დიახ. ეს არის კონტაქტის ციკლის დარღვევა, სტიმულიდან შედეგამდე. ანუ სტიმული აქვს, მაგრამ გარკვეული მიზეზი უხსნის, რომ აი ეგ ასე ვთქვათ, ეს გზა ბოლომდე გაიაროს. სტიმულიდან შედეგამდე. ფსიქოლოგიური ბლოკები არის ძალიან ბევრი. პირველ რიგში და წამყვანი ეს არის ბავშვობის ტრავმები. ბავშვობის ტრავმები და ბავშვის შეიძლება არასწორი აღზრდა ან კონფლიქტები, არა მარტო ოჯახში, არამედ, გარე პოპულაციაში მომხდარი თანატოლებთან, უფროს დასულ ადამიანებთან. ანუ ძირითადად ეს არის სოციუმში მიღებული ტრავმები. სოციუმი როგორც ოჯახი, სკოლა, ქუჩა, არ ვიცი, ყველა შეიძლება, ყველანაირი წყარო შეიძლება იყოს, ხო? და აი, როდის უნდა მიმართოს ადამიანმა სპეციალისტს? აი, თქვენთან კონსულტაციაზე როდის უნდა მოვიდეს ადამიანი? აი, როდის უნდა მიხვდეს, რომ მე ახლა უკვე მჭირდება, თქვათ, სოსო შურღაიას კონსულტაცია? პირველ რიგში მაშინ, ხა ჩემთან თქვენ უკვე ახსენეთ ჩემი სპეციალობები, მე ვარ ექიმი, ვენეროლოგი და ანდროლოგი და ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოსექსოლოგი. ანუ პირველ რიგში, როცა მას სასურველია მოვიდეს მაშინ, როცა მას გაუჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები, თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და გაიაროს კონსულტაცია, ან იგრძნობს რაიმე დისკომფორტს ცხოვრებაში. ეს იქნება სექსუალური ცხოვრება თუ ვიცი ზოგადად პრობლემები. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპიას გულისხმობთ. და აი რა არის, ეხლა ჩვენ ტრავმები ვახსენეთ და ვახსენეთ ასევე ბლოკები. აი როგორ ვლინდება ადამიანის ცხოვრებაზე აი ეს მოუშუშებელი ტრავმები? ერთ მაგალითს მოგიყვებით ძალიან ესეთი მძიმე და ესეთი მკაფიო მაგალითი იყო. ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა ჩემთან ერექციული დისფუნქციით, თან, როგორ გითხრათ, მას ჰქონდა ერექციული დისფუნქცია, ასე ვთქვათ, სქესობრივი კონტაქტის დროს, მაგრამ აი უკაცრავად, მაგრამ რა ხანთ ასე თემაზე ვსაუბრობ, ყველაფერს შეიძლება. მასტურბაცია, მას ჰქონდა ასევე პორნო დამოკიდებულება და მასტურბაციის დროს არანაირი პრობლემები არ ჰქონდა. ანუ რა იყო და სამწუხაროდ მას და პლუს კიდე როგორ გითხრათ უყურებდა არა ყველა პორნოს, მას აღზნებდა მძიმე პორნო. მძიმე პორნო არის სამი კატეგორიის: გაუპატიურება, სექსის დროს ცემა და სექსის დროს მკვლელობა. ხო, ეგ რა თქმა უნდა დახურულ საიტებზე არის, მაგრამ საკმაოდ კარგად ფლობდა, ასე ვთქვათ, კომპიუტერულ ტექნიკას და წვდომა ჰქონდა ამ პორნოს ნაირსახეობასთან, საიდან ჩამოყალიბდა ეს ყველაფერი. და აი ეგეთ ვიდეოებს რომ უყურებდა, მაგ დროს ძალიან იღზნებოდა, მაგრამ ამავე დროს ამის განხორციელება ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი. პირდაპირ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმესთან, ხო? პლუს, ხო, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი. და საიდან ჩამოუყალიბდა ესეთი მოთხოვნილება 13 წლის ასაკში, მშობლებმა მიუსწრეს მასტურბაციის დროს და მან ღამე გაათენა, მუხლებზე დაჩუქილი დააყენეს, ჯერ დაყარეს ბრინჯი და დაყრილ ბრინჯზე მუხლებ დაჩუქილი იდგა თელი ღამე. ანუ მოხდა საშინელი ძალადობა, ასე ვთქვათ, ყველაზე გრძნობიარე ასაკში, პუბერტატულ ასაკში. და შემდეგ უკვე ჩამოყალიბდა ესეთი პიროვნება. რადგან ახლა შევეხეთ ამ თემას პორნო დამოკიდებულებას, მე ცალკე მქონდა ეს კითხვა, რა თქმა უნდა, მომზადებული და ბარემ ახლა ვისაუბროთ ამ თემაზე. კი ბატონო.
პორნო დამოკიდებულება მე როგორც მოვიძიე, როცა ვემზადებოდი ამ პოდკასტისთვის, საკმაოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. და აი რა ხდება, როდის ეჯაჭვება ადამიანი პორნოგრაფიას? რა საკითხი იწყება ეს და შემდეგ რატო უჭირს თავის განებება და როგორ მოქმედებს ეს უკვე ბუნებრივ სექსუალურ კავშირებზე, როცა ვერ ამყარებს? იცით რა არის, პორნო დამოკიდებულება ვითარდება, ანუ როგორი მომენტი არის. როცა ისიც როგორ აგიხსნათ, გარკვეული ტიპის ადამიანს, იმიტომ არის ადამიანები, რომელსაც პორნოს ყურება არ სიამოვნებთ. დიახ. რითი განსხვავდება, მოდი მაშინ აქაც ვთქვათ. რითი განსხვავდება პორნო და ეროტიკა ერთმანეთისგან. პორნო და ეროტიული ფილმი. ეროტიული ასე ვთქვათ, კადრის დროს არის სექსუალური სცენა, პორნოში ნაჩვენები არის უშუალოდ პენეტრაცია, ანუ გენიტალიების ერთმანეთთან კონტაქტი. ესე იგი ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან არა, მაგრამ საკმაოდ ბევრ ადამიანს ეგ არ სიამოვნებს და პორნოს ვერ უყურებს, მაგრამ ის ხალხი, რომელსაც ეგ სიამოვნებს, დაუშვათ თუ შეხედა და მოეწონა, ფსიქიკაში, ანუ თვითონ აღზნების მომენტი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში. ანუ სექსუალური აღზნება რა არის? ეს არის როგორ გითხრათ, ბიოქიმიურ დონეზე ეს არის დიდი რაოდენობით დოფამინის და ოქსიტოცინის გამოყოფა. რაც მოქმედებს ისევე როგორც კოკაინი ან შაქარი. ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით. და შესაბამისად ადამიანი ვარდება ეიფორიაში. ეს ეიფორიის შეგრძნება, მით უმეტეს სექსუალური სცენა თუ რა თქმა უნდა მას სიამოვნოს ამის ყურება, ჯერ სექსუალური ეპიზოდის ყურება პლუს ესეთი ძლიერი აღზნება, მასში იწვევს ეიფორიას და ადამიანს უყალიბდება მოთხოვნილება ეს ეიფორია კიდე და კიდე ისევ და ისევ განიცადოს. რაც ბუნებრივი გზით შეიძლება ვერ ასე ვთქვათ, ვერ ვითარდება ჩვეულებრივ კონტაქტის დროს. ისეთ აღზნებას ვერ ღებულობს, როგორც პორნოს ყურების მომენტში. და შესაბამისად, და თან რა არის? დღევანდელ დღეს კიდე თვითონ დამოკიდებულება გაჯეტების მიმართ ისედაც ძლიერია. ხო? ანუ ადრე იყო რა, პორნო დამოკიდებულება უყურებდნენ ვიდეოს ტელევიზორში. დღეს ახლა უფრო აქ ორმაგი მიჯაჭვულობაა, ჯერ მიჯაჭვულობა გაჯეტის მიმართ და პლუს ამას კიდე აძლიერებს მიჯაჭვულობა პორნოს მიმართ. ანუ ორმაგი დატვირთვა არის. და შესაბამისად უკვე ეს პორნო დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს ისეთ დონეზე, რომ ადამიანს პორნოს ყურება უფრო სიამოვნებდეს, ვიდრე ჯანსაღი სექსუალური კონტაქტის განხორციელება. დღეს მაგალითად მე ერთ-ერთ გადაცემაში მაქვს ეგ შემთხვევა მოყოლილი, ძალიან გავრცელებული არის ვირტუალური სექსი. ანუ წვილები კავდებიან სოციალური ქსელის მეშვეობით ვირტუალური სექსით. ახლა გარკვეულწილად სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით ეს არის ნორმალური, მაგრამ როცა ეს უკვე ხდება პრიორიტეტული, ანუ ადამიანს ურჩევნია ვირტუალურად ჩაატაროს სექსუალური კონტაქტი ვიდრე ბუნებრივად, ეს უკვე რა თქმა უნდა გადახრა არის. და დღეს ამით ძალიან ბევრი ერთობა და როგორ გითხრათ, 2000 ბოლოს ნახე სტატისტიკა 2021 წელს მაშინ 15000 ადამიანი იყო და დამოკიდებული აი ამ ვირტუალურ სექსზე. ერთი შემთხვევა იყო უკრაინელი გოგონა და იტალიელი მამაკაცი. ჰქონდათ ეგრე ვირტუალური სექსი რამდენიმე თვის მანძილზე. მე ამ გოგონამ აიღო შვებულება და გადაწყვიტა რომ ჩავაბარებ იტალიაში და მშვენიერ დროს გავატარებ ჩემს ვირტუალურ შეყვარებულთან, რომელთაც უკვე გაივიცნობ ლაივში. და რა იყო, რომ ჩავიდა და ჩააკითხა იმ კაცმა უთხრა ისთვის შემოხვედიო. არ შეხვდა. მე ეს უფრო სიამოვნებდა, სულ არ მინდოდა შენი რეალში ნახვა და ესე ესეთ და საინტერესო ის არის, რომ თვითონ ადამიანს, რომელიც არის პორნო დამოკიდებული, თვითონ ხო ხვდება, რომ რაღაც ისე ვერ არის. იმიტომ რომ როდესაც რეალური კონტაქტის დროს თავის თუნდაც შეყვარებულთან ან მეუღლესთან ვერ იღებს იმ სიამოვნებას, რასაც პორნო ანიჭებს, თვითონვე ხო ხვდება, რომ აი რაღაც პრობლემა ხდება გვიან. დამოკიდებულება იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ის ხდება ამას მაშინ, როცა უკვე თავის შეყვარებულთან მეუღლესთან უკვე პრობლემები ექნება. მანამდე ვერ.
ამ დროს რა ხდება? აი პარტნიორი როგორ უნდა მოიქცეს? იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ გაიგოს პარტნიორმა, ამას მალავენ როგორც წესი. მე ფილმი მაქვს ერთი ნანახი სახელით ამავიწყდა ხა, რომ თვითონ პარტნიორი როცა იგებს, ეგრევე შორდება და კატეგორიული უარი და გალანძღვა და ასე შემდეგ და აი როგორ უნდა მიუდგეთ ასეთ ადამიანს, იმიტომ რომ ის ხო ჩვეულებრივი დამოკიდებულია. დამოკიდებულება რომელიც დამარცხება საკმაოდ ადვილი არის. არ არის რთული. და ამიტომ ცოტა მეტი მოთმინება რომ გამოვიჩინოთ და ერთად რომ მივიდეთ სპეციალისტთან, ტყუილში თერაპია არის იდეალური ასეთ შემთხვევაში ამ დამოკიდებულების მოხსნა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენ გქონიათ ესეთი შემთხვევა? და არაერთი. ხო, მრავალი. საერთოდ მინდა გითხრათ რა არის, აი ახლა მე სტატია უნდა გამოვაქვეყნო, რომელსაც ქვია სასიყვარულო ურთიერთობების 7 ეტაპი. და ის რასაც ახლა სიყვარულს ეძახიან ძირითადად, ეს არის მხოლოდ პირველი სტადია. ანუ სასიყვარულო ურთიერთობის პირველი სტადია, რომელსაც ქვია შეყვარებულობა. შეყვარება. აი ყველაზე ესეთი ეიფორიული მდგომარეობა, როცა ადამიანი აი როგორ ვთქვათ, ცაში დაფრინოს, მე მაგ დროს შეყვარებული ადამიანის ცნობიერება არის ძალიან შევიწროებული, მას არ შეუძლია თავის პარტნიორის გარეშე ცხოვრება, ის ვერ ხედავს მის ნაკლოვანებს და ურთიერთობაში არსებულ წინააღმდეგობებს და შედეგად ვითარდება პარტნიორის იდეალიზაცია. აი მეორე ეტაპი არის რა? მეორე ეტაპი არის დაკმაყოფილება, ანუ უკვე გაჯერება. როცა ადამიანი უკვე როგორ გითხრათ, კრიტიკა ალბათ ჯერ არ ერთვება, მაგრამ უკვე ხედავსო თურმე პარტნიორი არც თუ ისე იდეალურია. მე უკვე იხსენებს მის ხობის, მის ინტერესებს, უკვე ასე ვთქვათ, იწყება სეპარაციის მოთხოვნა, რომ თურმე მე ჩემი ცხოვრებაც მაქვს და მარტო ამით ცხოვრებით არ უნდა ვიცხოვრო, აი მაშინ იწყება ასე ვთქვათ, სეპარაცია კიდე ნორმალურია, მაგრამ აი მაშინ შეიძლება განვითარდეს განხეთქილება წყვილში და აი მესამე სტადია არის უარყოფა. ანუ მიუღებლობა. აი მაგ დროს არის ყველაზე ხშირად მესამე სტადიაში არის წყვილების დაშლა. და აი რომ არ მივიდეთ, ახლა კი გვესმის რომ ეს შეიძლება ვთქვათ თქვენი პარტნიორი ნამდვილად ხა იდეალური არავინ არ არის, მათ შორის მას აქვს ასე ვთქვათ ინტერესი შეიძლება თქვა თუნდაც პორნოს მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და საჯაროდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დამოკიდებულება იკურნება, კორექციას ექვემდებარება და ამიტომ თუ თქვენ კარგად გზნობთ თავს თქვენს პარტნიორთან, ამის გამო არ ღირს წყვილის დაშლა. რა გავლენას ახდენს პირველი სქესობრივი აქტი ადამიანის შემდგომ სქესობრივ ცხოვრებაზე? ხო, ძალიან დიდი გავლენაა და აქვე თუ შეიძლება რომ ურჩიოთ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ ქონიათ პირველი სქესობრივი აქტი და ახლა უნდა დაიწყონ სქესობრივი ცხოვრება. აი რა არის მანდ გასათვალისწინებელი? ეს ორი საკითხი რომ გავაერთიანოთ ამ კითხვაში. პირველ რიგში ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე პირველი სქესობრივი კონტაქტი, იმიტომ რომ და აი მე ძალიან როგორ გითხრათ კრიტიკულად უყურებ ჩვენს ტრადიციას, როცა ზრდა მოსეთი მამაკაცები ოჯახში და მამაკაცებს მიყავთ დასავაშკაცებლად ახალგაზრდა სექს მუშაკებთან. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მაგას ქვია სექსუალური ტერმინით დებიუტანტური დარღვევა. ანუ პირველი წარუმატებული სქესობრივი კონტაქტი, რომელიც შემდგომ იწვევს წარუმატებლობის მოლოდინის სინდრომის განვითარებას. ანუ მამაკაცს ყოველთვის ახსენდება აი ეს პირველი სქესობრივი კონტაქტი და აქვს შიში გამომივა, თუ არ გამომივა, როგორ გამომივა და მაგ დროს რა თქმა უნდა ჯანსაღი სქესობრივი კონტაქტი ვერ კარდება და შეიძლება ჩამოყალიბდეს ერექციული დისფუნქცია. ქალებისთვის ასევე მეტად თუ არა კიდე დიდი მნიშვნელოვანია სექსუალური დებიუტი, იმიტომ რომ გააჩნია ეს ყველაფერი როგორ ჩაივლის, შეიძლება ჩამოუყალიბდეს ფრიგიდულობა. თავისუფლად ანორგაზმია და შემდეგ უკვე სექსუალური კავშირის მიუღებლობა. ასე რომ მომზადება, რაც ეხება მომზადებას ახლა ჰიგიენური საკითხების გარდა, ეგ რომელსაც გასაგებია ალბათ. რა თქმა უნდა, მე ვურჩევ, რომ ეს კონტაქტი არ უნდა იყოს სპონტანური. როგორც ახლა დღევანდელ დღეს მოდაში არის ეგეთი გამოთქმა one night ურთიერთობა ექსპერიმენტის სახით და კონტაქტი გქონდეთ იმ ადამიანთან, ვისთანაც არის გზნობა და არის ლტოლვა. იმიტომ რომ ასეთ ადამიანთან
გაცილებით უფრო მეტი შანსი, შანსი რა პრინციპში რეალურად მეტი ალბათობა არის რომ მოხდეს სრულფასოვანი ნორმალური სქესობრივი კონტაქტი, რაც უკვე მერე მოგცემს საშუალებას რომ ახალგაზრდა ცხოვრება, სექსუალური ცხოვრება განვითარდეს დადებითად, ასე ვთქვათ და სასიამოვნოდ. და არ შეიქმნას უამრავი პრობლემები. ისე საინტერესოა ახლა უცებ წარმოვიდგინეთ თქვენ რომ ახსენეთ სექს მუშაკთან მიყვანა. ეს ხდება რა ასაკში? დაახლოებით რამდენი ნუ ახლა მე მინახე 12 და 13 წლის ასაკში მივანა. ნუ კაი, თუნდაც 14 წლის ასაკში. ეხლა 14 წლის ბიჭი თავის ასაკის გოგოსთან ვერ ექნება, ხო, ვერანაირად. ვერანაირად. კი, და რა ქნას იმ თუმცა ბიჭს? დღევანდელ დღეს ეგ საკმაოდ ხშირია, მინდა გითხრათ. მართლა? კი. დღევანდელ დღეს ეს საკმაოდ ხშირია, იმიტომ რომ ძალიან მე პირადად ძალიან ბევრი შემთხვევები ვიცი თინეიჯერების შორის აქტიური სქესობრივი აქტიური სქესობრივი ცხოვრებაზე მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია თინეიჯერების შორის. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? აი ასეთ ნაადრევს. რა თქმა უნდა უარყოფითად, იმიტომ რომ არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად ახალგაზრდა ამისთვის მზად არ არის. ნუ ახლა თუ ახლა გამონაკლისი არის იმ შემთხვევაში თუ მე უფრო ახლა მამაკაცი იმიტომ ანატომიურად გოგონა ჯერ სქესობრივი ცხოვრებისთვის ამ ასაკში მზად ნამდვილად არ არის. ბიჭი თუ უკვე ჩამოყალიბებულია და თვითონ ითხოვს. ანუ შეიძლება ხა უთხრას ამ მამას ამ ბიზნეს ამ ვიმეს ასე ვთქვათ მის გარემოცვაში ახლობელს რომელსაც ისენდობა თავის პრობლემის შესახებ კი ამ დროს როცა თვითონ ახალგაზრდას აქვს ამის სურვილი კი მაგრამ ისე რომ აი დროა დავავაშკაცო და წავიყვანოთ და ის შეიძლება აბსოლუტურად მოუმზადებელი იყოს ამისთვის მას შეიძლება სექსუალური ტრავმა მივაკენოთ და მაინტერესებს რა კავშირშია სირცხვილი აი ამ სექსუალურ დისფუნქციას. საერთოდ ფსიქოსექსოლოგებს აქვთ ასეთი ტერმინი სექსუალური სირცხვილი. რას ნიშნავს სექსუალური სირცხვილი? ეს არის განცდა, რომელიც ჩნდება და ძალიან სწრაფად იზრდება, როდესაც მიმდინარეობს სექსზე საუბარი ან ასე ვთქვათ, ეგ განცდა შეიძლება გაჩნდეს სექსუალური კონტაქტის წინ. აჰა. მაგას ქვია სექსუალური სირცხვილი. სირცხვლის რა თქმა უნდა, სირცხვილი ხა თქვენ მოგეხსენებათ ფსიქოლოგების ზანდებით ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა არის ფსიქოლოგიაში და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბლოკი არის არა მარტო სექსუალურ ცხოვრებაში, არამედ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგადად. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დამრტყუნავი ფაქტორი არის სექსუალურ ცხოვრებაში ადამიანისთვის. და აი რისი სირცხვილი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? პირველში წარუმატებლობის. მამაკაცებს რა ვითარდებათ, რომ ვერ დაამყარა სქესობრივი კავშირი და მისი მამაკაცის, ასე ვთქვათ, ავტორიტეტი უკვე დაეცა. ეს როგორ ვიტყვით, პირდაპირ მოქმედებს ადამიანის თვითშეფასებაზე და თვითშეფასების დამაკვეთებელი ფაქტორი. აი ეს თვითშეფასება ძალიან საინტერესო თემაა და ამაზეც მინდა უცალოთ რომ ვისაუბროთ. როგორ მოქმედებს ადამიანზე, ადამიანის თვითშეფასებაზე წარმატებული სქესობრივი კავშირი და თქვენ თუ შეგიმჩნევიათ თქვენს პაციენტებში ან ზოგადად ადამიანებში ყალბი მაღალი თვითშეფასება რო აქვს, რომ აი მე ვარ რაც ვარ და მე ვარ ყველაზე მაგარი და ასე შემდეგ. თქვენ თუ შეგიმჩნევიათ და როგორ ამჩნევთ ამას? ეგ ძალიან მარტივი შესამჩნევია, ჯერ ვთქვათ ზოგადად რომ თვითშეფასება, ადამიანის თვითშეფასებაზე წარმატებული სქესობრივი კავშირი ორივე სქესის წარმომადგენლებზე დადებითად მოქმედებს და წარმომადგენელი სქესობრივი კავშირი არის დამრტყუნავი ფაქტორი, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. კიდე. და რაც ეხება ამას, ეს არის გადაჭარბებული სექსუალური ეგო. მე მაგას ძალიან მარტივად შეამჩნევთ. იმიტომ რომ ადამიანი იწყებს ტრაბახს პირველ რიგში მის ასე ვთქვათ სექსუალურ მიღწევებზე, მის სექსუალურ პარტნიორებზე, მე ესეთი, მაგრამ რეალურად ეს არ შეესაბამება სიმართლეს 30%-იდაც. აჰა. ესე იგი საერთოდ თქვენ ხარ როგორც ფსიქოლოგი, ალბათ დამეთანხმებით, რომ როცა ადამიანი ასე დემონსტრატიულად ხას უსმევს თავის უპირატესობებს, ანუ როცა ჩვენ ჰიპერტროფირებულ ეგოსთან გვაქვს საქმე, ჩვენ ამავე დროს გვაქვს საქმე ძალიან ღრმა და კომპლექსებულ ადამიანთან, რომელმაც ამის ხარჯზე
ცდილობს აიმაღლოს თვითშეფასება. მე ხშირად შემიმჩნევია, როდესაც ჩვეულებრივ შეხვედრა, მეგობრების წრე, ანუ ყველა ახლო მეგობარი შეიძლება არ იყოს, ვიღაცა არის ახალი შემოსული ამ წრეში და ახალი ნაცნობი და ეს ახალი ადამიანი უცებ ისე ღიად იწყებს საუბარს თავის სექსუალურ ცხოვრებებზე და გამოცდილებებზე და პარტნიორებზე, რომ ყველას ეტყობა რა ეს რაღაც უხერხულობა და ანუ ესეც შეიძლება იყოს ერთგვარი მანიშნებელი რომ რაღაც ისე ვერ არის იმიტომ რომ ესე უცნობებთან ესე უცებ ამ თემაზე ღიად და გახსნილად საუბარი რას შეიძლება მეტყველებდეს რაზე შეიძლება მეტყველებდეს ისევე გიპერტროფირებული ეგო და პლუს რა შეიძლება მეტყველებდეს იმაზე რომ ამ ადამიანს აქვს ყურადღების კომპლექსი დეფიციტი და ამით ცდილობს ასე ვთქვათ როგორც ახლა მოდა შეეთქვა ეპოტაჟური ქცევით ცდილობს მიიქციოს ყურადღება და მით უმეტეს იცით რა არის იმიტომ რომ ასეთი თავისუფალი საუბარი შესაძლებელია როცა შენ მეგობრულ გარემოში იმყოფები მაგრამ უცხო ადამიანებთან როცა ადამიანი იწყებს ამ თემაზე საუბარს სხვა ადამიანებს ელემენტარულად ეჭვის ქვეშ დგება მისი ადეკვატობის საკითხი რამდენად ადეკვატურია საერთოდ ეს ადამიანი არ მიცნობს საერთოდ და რატო ლაპარაკობს ამ თემაზე ხო ადამიანი ცდილობს იმიტომ რომ ამ ადამიანმა იცის რომ ამ თემაზე როცა იწყებს საუბარს ის პირველი გამოიწევს ძალიან ძალავნებოთ ახლა სექსზე ლაპარაკი იქცევს ყურადღებას საზოგადოებისგან ჯერ აქ შფოთებას იწყევს მოსახლეობაში იმიტომ ამ ადამიანებში იმიტომ რომ ეს თემა არ არის მაინც ეს არ არის ეს თემა რომ მას ნებისმიერ გარემოში შეიძლება ამ თემაზე თავისუფლად საუბარი თავისუფლად როგორ არა მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები სადაც შეიძლება ამ თემაზე ისაუბროს სადაც და რამდენად შეიძლება გაიხსნა ამ თემაზე და უცხო ადამიანებში ეს პირველი იწვევს მასიურ აღშფოთებას და შემდეგ უკვე ყურადღების მიქცევას და აი ეს ყურადღების მიქცევის მოთხოვნა აქვს ამ ადამიანს მე თუ მკითხავთ ეს ისეთი საკითხია მეგობრებშიც ხა ამ თემაზე ესე მეგობრებშიც რა არის ეს თემა არის ინტიმური რატომ არის ინტიმური ესე იგი მას აქვს საზღვრები და თვლი რომ ადეკვატური ადამიანი თავის ინტიმურ ცხოვრებას არ გამოაფენს. აი ინტიმურ ცხოვრების აფიშირებას არ გაუკეთებს. რა თქმა უნდა, კაციც და ქალიც. რა თქმა უნდა, დი. იმ დღეს ტაქსის ბოლთან მე მიყვარს ტაქსის მძღოლებთან საუბარი, არ ვიცი ხო იცით რომ ამბობენ რომ რამდენს ლაპარაკობენ ეს მძღოლები და პირიქით მე მაინტერესებს ხოლმე, იმიტომ რომ ინტერესებს ფსიქოლოგიურად სუბჯექტივით და ინფორმაციას ღებულობ. შეიძლება და თვითონვე იწყებენ ხოლმე საუბარს და ერთი მძღოლი მეუბნება თქვენო ხო იცითო კაცებიო რატო იწყებენო საუბარსო თავის პარტნიორებზეო და იმ დეტალებზე რაც მოხდა აქტის დროსო და ამ დროს უკვე მივედი დანიშნულების ადგილამდე და არ ვიცი მეთქი რატო ლაპარაკობენ კაცები და მოდიო მაგას დავტოვებო ესე ღია კითხვათო და მე თუ შევხვდითო მე გეტყვითო და რა არის ეს რატომაც კაც უნდება რომ იამაყოს თავისი აი ამ პარტნიორებით და აი რამდენი პარტნიორი ყავდა რაც მეტი კაცისთვის მით უკეთესი და ასე შემდეგ. აი რატო ჩნდება ეს მოთხოვნილება? იცით რატო მე ხლა ვეგეტყვით ახლა თვითონ აი თავიდანვე რო ვიზახდით თვითშეფასებაზე ხო? მამაკაცისთვის გაცილებით უფრო მტკივნეული არის სექსუალური ფიასკო. რატომ? იმიტომ რომ მამაკაცში ზის რა პირველში მამრი. მამრის გარეშე მამაკაცი უკვე მამაკაცი არ არის და იმ შემთხვევაში თუ მან განიცადა სექსუალური ფიასკო მასში მამრი ითქმუნება და ასეთ შემთხვევაში ის რომელიც მამაკაცი რომელიც ესე საზოგადოებაში იწყებს საუბარს თავის სექსუალურ მიღწევებზე ის ცდილობს გამოაჩინოს რა ძლიერი მამრი არის და ამითი ისევ თვით დამკვიდრებას გზნობს გარშემო მყოფ საზოგადოებაში თუ რა თქმა უნდა ისინი კიდე ასე ვთქვათ ოვაციებს გამოხატავენ ეს განმტკიცება თვით დამკვიდრება არის რა ეგრევა მაგარი და რატომ რეალურად ისევე ძალიან ბევრი კომპლექსების ნიშანი არის ეგ ფაქტი იმიტომ რომ ჯანსაღ მამაკაც არ სჭირდება ამგვარად თავის დამკვიდრება. და მაინც რატომ ასოცირდება ფიასკოსთან ნაკლები რაოდენობის პარტნიორი კაცებში?
არა, მე არ ვიცახი რომ ეს ასოცირდება არა, ფიასკოს. ზოგადად ეს აი ნახეთ მე რას ვამბობ, რაც ბიჭები ხო თქვა ახალგაზრდა 20-25 წლის ასაკში, რაც უფრო მეტ ქალთან იყვნენ, მით უფრო მეტად მოაქვთ თავი და მით უფრო მაგარია ეს. ამას თითქოს ეს საზოგადოებაც განამტკიცებს, რომ ძმაკაცებში, ვისაც არ ყოლია ბევრი პარტნიორი, ის არ არის რა ესეთი ავტორიტეტული და ვისაც ყოლია, ის ძალიან რა მაგარია. თქმა უნდა, თქვენ თვითონ გაიცეთ. რატო, აი რაოდენობა რა. გაიცეთ ეხლა თქვენ შეკითხვას პასუხი. ავტორიტეტული. ანუ ის იმკვიდრებს თავის მამრის ავტორიტეტს. აი მე ასეთი ძლიერი ვარ. მე ძლიერი მამაკაცი ვარ, აი ამდენი ხალი მყავდა. და სხვათა შორის, დღევანდელ დღეს მინდა გითხრათ, რომ ხა უკვე როგორც ფსიქოსექსოლოგი ვიტყვი, რომ გოგოებიც საკმაოდ ხშირად საუბრობენ თავის წარმატებულ სექსუალურ ცხოვრებაზე და თავის პარტნიორების რაოდენობაზე. ხო, არა, შეიძლება ეგ რა თქმა უნდა, უბრალოდ მე ყოველთვის მაინტერესებდა აი ამას რასთან მივყავართ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს რაოდენობა ხო ხარისხს არ გულისხმობს. რა თქმა უნდა. და თუ ადამიანს გონია რომ რაოდენობა ძალიან მაგარი მიღწევა, რატო არ ფიქრობენ იმას, რომ ეს არ არის მიღწევა და ეს არ არის მეორე მხარე არის ალბათ დამეთანხმებით კიდე რომ რაოდენობის ასე ვთქვათ აფიშირება კიდე ძალიან ბევრი ფაქტორის დაფარვა, ასე ვთქვათ. კონკრეტულად რა, როცა ხშირად მამაკაცი ცდილობს წარმოაჩენოს, რომ აი ამდენი პარტნიორი ყავდა იმ შემთხვევაში, როცა მას არ ყოფნის თავდაჯერებლობა, რომ იცხოვროს ერთ პარტნიორთან. ანუ ის ერთ პარტნიორთან როგორ გითხრათ, არ არის თავდაჯერებული, არ არის დარწმუნებული თავის რესურსებში. ხა როგორ გითხრათ, თუნდაც სექსუალური კუთხით. იმიტომ რომ ერთჯერადი და მრავალი კონტაქტები რას ნიშნავს? არანაირ ვალდებულება სიტყვა ძალიან პასუხისგებლობა. რთულია, ზედმეტია, მაგრამ არა, პასუხისგებლობა ეს ერთი. პლუს დავიწყოთ რა, თვითონ სექსუალური სიძლიერე, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ როცა პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობა ვითარდება, როცა ადამიანს ჰყავს მუდმივი პარტნიორი. სექსუალურად ადამიანი ვითარდება მაშინ, როცა მას ჰყავს მუდმივი პარტნიორი. იმიტომ რომ სექსუალური ურთიერთობა უფრო და უფრო ძლიერი, ხშირი და მრავალფეროვანი ხდება ასეთ შემთხვევაში. და როცა ყავს ერთჯერადად მრავალი პარტნიორები, ნუ ეხა ერთჯერადი კონტაქტის დროს ეს არაერთხელ იყო სექსუალური ლიტერატურაში ნახსენები, რომ პირველი სექსუალური კონტაქტის დროს ხდება საკუთარი თავის 15-20%-ით რეალიზაცია. იმიტომ რომ იმას ეშინია შემდეგ უფრო ამ ურთიერთობის გაღრმავების, თუნდაც სექსუალურის. იმიტომ რომ შეიძლება მისმა მონაცემებმა, თუნდაც სექსუალურ მონაცემებმა არ მისცეს ამის საშუალება. ხა რო იძახის რომ ერთ ღამეში 10-ჯერ და 15-ჯერ შემიძლია, ხა რეალობას ეს ძალიან ხშირად არ შეესაბამება. და არადაიგ რომ გამოჩნდეს ეგ რეალობა საჭირო არის ასეა თუ ისეა, მუდმივი, სტაბილური სექსუალური ურთიერთობა ერთ პარტნიორთან. მე მაგას გულისხმობ, ანუ როცა არ არის თავდაჯერებული ერთ მას და ალბათ თulis რომ არც არის მზად ხანგრძლივად იცხოვროს ერთ პარტნიორთან, ის ხშირად იცვლის პარტნიორებს და ამით იკმაყოფილებს თავის ეგოს. ამას მე მაგათაც ერთი პაციენტი მყავდა, რომელსაც ვითხრა, რომ მე დილით ერთთან ვიყავი, დღისით მეორესთან და საღამოს მესამესთან და იყო აღთხოვანებული. და ვკითხე და რა სიამოვნება მიიღებთ? მithmetes ხა დღევანდელი თბილისი და მისი საცობები რო წარმოვიდგინეთ. ესე იგი, უნდა მივიდეს, ჩაატაროს კონტაქტი, მე გაიქცეს სადღაც, მე იდე იქ და მე აი რა, ნუ რა მე. თქვენი კითხვა ამ საცობებში პირველი რა. ხო, ნუ ძალიან ბუნებრივი შეკითხვა არის რა. ქალაქის ერთ ბოლო და მეორეში გავა. რა სიამოვნება მიიღო. მაგრამ ამ რაოდენობებით ის ცდილობს დაიმკვიდროს საკუთარი თავი. ხო, თავის დამკვიდრება ერთ-ერთი საბაზისო მოთხოვნილება, რაც ყველას გჭირდება და მაშინ ეს თემა რო განვაგრძოთ, ხშირად ხდება, როდესაც აი მაგალითად მამაკაცი ადრეულ ასაკში დაქორწინდება, ჰყავს არის ერთგული თავისი ცოლის, ჰყავს დიდი ხანი ხანგრძლივი ეს მუდმივი პარტნიორი, მაგრამ მაინც აწუხებს რაღაც და მერე იწყება ხალატი.
რა არის მაინც აი ამ ღალატის საფუძველი? გასაგებია რომ ყველა შეკითხვას მისვათ. რაც არის კაცობრიობის ისტორიაში კითხვის ნიშანი. ვერ გაუძიათ პასუხი. მაგრამ საინტერესოა ყველა ადამიანის მით უმეტეს სექსოლოგის მოსაზრება ამ საკითხთან. ნუ იცით რა არის ერთი ხა რატომღაც იბადება ასეთი შეკითხვა არ გაკმაყოფილებს ისეთ რა ძალიან ხშირად არის აი ძალიან ხშირად მე ვყავს ასეთი პაციენტები ცოტა ყველაფერი კარგად მაქვს მაგრამ აი სხვასთან რომ მივდივარ მაქვს პრობლემა აჰა ეს საკითხი ძალიან რატომ ხდება ეს ხო იმიტომ რომ იმასთან უკვე ადაპტირებული არის მით უმეტეს ხანგრძლივი ერთმანეთთან ცხოვრების დროს პარტნიორების შორის ვითარდება სრული ადაპტაცია არა მარტო ცხოვრებისეული არამედ სექსუალური ადაპტაციაც და ვისთან საერთოდ როგორი მომენტია როცა ჩემთან მოდიან ერექციული დისფუნქციით განსაკუთრებით ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციით ჩემი ერთ-ერთი დანიშნულება არის რა მუდმივი პარტნიორი რომელთანაც ეკრიბა მუდმივი სექსუალური კავშირი, იმიტომ სხვადასხვა პარტნიორებთან სხვადასხვანაირად ვითარდება კავშირი, იმიტომ სხვადასხვა შეგრძნებები აქვს, სხვა მოთხოვნილებები აქვს და ამიტომ მამაკაც რომელსაც ხავს მრავალი, მაგრამ ერთჯერადი პარტნიორები იმას ის თავის სექსუალურ თვითრეალიზაციას ვერ ახერხებს. როცა ყავს მუდმივი პარტნიორი, სრული თვითრეალიზაცია გაქვს და როცა ამ პარტნიორს ხარ მიჩვეული, უკვე გაცილებით უფრო ნაკლები შანსი არის სექსუალური ფიასკო განიცადო მუდმივ პარტნიორთან, ვიდრე ახალ პარტნიორთან. და მაინც ღალატი უნდებათ და იმიტომ რომ აქ უკვე როგორი მომენტი არის, აქ არა მხოლოდ სექსუალური მიზეზი შეიძლება იყოს. აქ სხვადასხვა უამრავი ფსიქოლოგიური მიზეზები არის. და მაინც რა უნდა ქნას ნუ შეიძლება ხა სექსუალური მათ შორის, იმიტომ რომ მრავალფეროვნების მოთხოვნილება ებადება. ხო, აი რა უნდა ქნას წყვილმა, რომ შეინარჩუნოს აი ეს თქვენ როგორც ახსენეთ, რახან მუდმივია, უფრო ხარისხიანია და უფრო საინტერესოც არის, აი რა უნდა ქნას წყვილმა, რომ აი ეს ნაპერწკალი, ასე ვთქვათ, არ ჩაქრეს და მუდმივად იყოს თითქოს ახალი, ხო? ამაში საჭიროა საკუთარი ცხოვრების გამრავალფეროვნება. მათ შორის სექსუალურიც. რას გულისხმობთ ცხოვრება და მოგზაურობა, არასტანდარტული სიტუაციების შექმნა, ფსიქოლოგიური რჩევა. სცადეთ ახალი, მაგრამ ახალი პარტნიორზე არ კი ლაპარაკი, რამე ახალი შენს პარტნიორთან. კი, შენს პარტნიორთან ახალი უამრავი სიახლე ხა სექსი ძალიან ფართოცნება არის და ძალიან ბევრი სიახლეები შეიძლება გამოსცადოს შენს პარტნიორთან. ხო, მაგრამ ამ სიახლეების გამოცდა რატომღაც, არ ვიცი, არ უნდებათ ხოლმე თავის პარტნიორთან და ეხლა გადავალ ამ კითხვაზე, შემდეგ კითხვაზე. მე როდესაც პოდკასტში ვიწვევ სტუმრებს და ამ თემას ვეხებით, ურთიერთობების თემას. სქესობრივი კავშირის თემა ჯერ არ გქონია, ეს პირველია. მაგრამ როგორც კი ურთიერთობის თემას ვეხებით, თუ გოგო არის ჩემი სტუმარი, ბიჭები არიან გამკრიტიკებლები და თუ ბიჭი არის გოგოები გამკრიტიკებლები და რა არის კრიტიკა? და აი მაინტერესებს რა არის კრიტიკა? რა და ქართველმა ქალებმა არიციან კარგი სექსი ეს ბიჭებისგან და გოგონებისგან ქართველმა კაცებმა არიციან და მე ერთმანეთს ეჯახებიან ხოლმე და მიდის იქ კომენტარებში ერთი ამბავი. ძალიან საინტერესოა, მეც მაინტერესებს ავიკითხავ კომენტარებს ნამდვილად. ისეთ რა არის ახლა ეგ აქამდე ითულებოდა რომ ქართველმა ქალებმა არიციან კარგი სექსი, მაგრამ დღევანდელ დღეს დამინჯერეთ ასე არ არის. აი ახლა მე შემიძლია ვთქვა ყავდა ხა 2022-დან ყველა მისით რომ ასეთ რუსეთის მოქალაქეები ის რაოდენობა ასე ვთქვათ გაიზარდა საქართველოში, ხო? ერთ-ერთი რუსი ეროვნების პაციენტი ყავდა, რომელიც მოვიდა სქესობრივი გადამდები დავადებით ჩემთან, მაგრამ მოვიდა როგორ ისეთ აი ესეთი სახე ქონდა ესეთ თვალებით აღთოვანებული სახით და მეუბნება ამ ქართველ კაცებს რა გინდათ საერთოდ რუსის ქალებთან და რა ხდება მეთქი და ეგეთი ფრაზა მითხრა ამას ახლა არასოდეს დამავიწყდება გრუზინსკიე დევუშკი eta ვიში პილატაშ ანუ თვითონ და მაგისმაც მაკაცმა გაიცნეს კლუბში ორი ქართველი გოგო და ნუ იქ ასე ვთქვათ ფეერვერკული სექსი ქონდათ ну ხა მე რა თქმა უნდა ხა ვერ გეტყვით რომ დიდად აღთოვანებული დავრჩია ინფორმაციის მიღები და უთხარ რომ ვერ გეტყვით რომ ეს გამეხარდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინფორმაციისთვის მადლობა ხო ანუ ყველა ესე იგი თავის გადასახედიდან და გოგოების ადანაშაულებები ბიჭებსო კარგი სექსი იმას მარიციან გოგოები ბიჭებს ადანაშაულებენ და ბიჭები გოგოებს საინტერესო
ხო და აი სადაც ნენეთ ქართველი და კაცი და ქართველი ქალი სადაც და ერთმანეთს რატო არის ასეთი გაუგებრობა და ნუ რა თქმა უნდა ყველასთან არ იქნება ეხა არიან ბედნიერი წყვილებიც რა თქმა უმრავლესობა მე იმედი მაქვს მაგრამ ხო არიან ვისაც ეს პრობლემაა აი ეს მიზეზი ერთმანეთს რო ლანძღავენ გახსენებთ ძველ ქართულ ანდაზას შინაო ღდევს შენდობა და ყველას გონია რომ უცხოელთან უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებს აჰა რაც არ შეესაბამება რეალობასადია ხო და მე მგონია რომ რაღაც თითქოს რაღაც ისეთ მოლოდინებს ისახავენ ხოლმე რომ აი როდესაც შეხვდები პარტნიორს იმან უნდა განახოს მართლა აი თქვენ რო ახსენეთ კლასი და შენ რა უნდა გააკეთო მაგაზე არავინ არ ფიქრობს კაცი არ საკუთარ ფიქრობს პასუხისგებლობას აზე არც ერთი არ ფიქრობს ხო და მე ვფიქრობ რომ ეს არის მთავარი გაუგებრობის მიზეზი ასე დიახ და ჩვენ დაუბრუნდით ისევ რას თქვენს მთავარ თემას სქესობრივი განათლება, სექსუალური განათლება. ორივეს უნდა ესმოდეს, ორივე თანაბრად პასუხისგებელია სექსუალური ცხოვრების დროს. და ამ დროს რა ხდება რეალურად რა გონიათ, რომ რატომღაც უნდა რაღაცა მიიღოთ იმისგან. ხო, მეორე ადამიანი. და ეს ხო ზოგადად ურთიერთობების ბედნიერება, ხო, ბედნიერება ურთიერთობაში ეს არის, რომ შენ ვიღაცა კი არ უნდა მოვიდეს და გადაგარჩინოს და ცაში აგიყვანოს და ასე შემდეგ. შენ გაეცი ჯერ და მიიღებ ხო სანაცვლოს იმის მეორე მხრიდანაც და ყველას გონია რომ არა ის რას მიკეთებს რაღაცა ესეთი მომხმარებული აუცილებლად უნდა დაიწყოთ ფსიქოთერაპევტობა მე მადლობა კომპლიმენტისთვის მოდით ახლა განვაგრძოთ ჩვენი საუბარი რადგან შევეხეთ აი ამ რაღაცა გაუგებრობებს მაინტერესებს აი სტატისტიკურად თქვენ შეიძლება ხა არ აწარმოებთ რაღაც სტატისტიკას, მაგრამ აი უფრო ხშირად, აი ყველაზე ხშირად თქვენთან ფიზიკური პრობლემა არის თუ ფსიქიკური, ანუ აი ეს სქესობრივი დისფუნქციის ორივე თანაბრად. ისეთ როგორი მომენტი არის, ეხლა გეტყვით, მამაკაცებში უფრო ჭარბობს ორგანული მიზეზი, ანუ ფიზიკური. ანუ დაახლოებითი სტატისტიკა არის 25-75%-ზე. ანუ 25% ფსიქოგენური, 75% ორგანული. ორგანული რა არის ახლა? პირველ რიგში სისხლის მიმოქცევა, ანუ სისხლძარღვოვანი პრობლემა, ენდოკრინული პრობლემა, ნევროლოგიური ხო ფსიქოგენური არა, ნევროლოგიური პრობლემა. ქალებში ძირითადად წამყვანი როლი არის ფსიქოგენური. რა საინტერესოა. ქალებში წამყვანი როლი არის ასურს ფსიქოგენური. ნუ რა თქმა უნდა, თუ არ არის გარკვეული გინეკოლოგიური ან ენდოკრინული პრობლემები, რაც უფრო იშვიათია. და თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი? აი ეს ფსიქოლოგიურ ბლოკებზე რო ვისაუბრეთ, აი რა შეიძლება იყოს, აი რატო არის ესეთი განსხვავება მამაკაცების შემთხვევაში და ქალების შემთხვევაში? ნუ ძალიან მარტივია, ჯერ დავიწყოთ ანატომიური განსხვავებით. დიახ. ახლა მამაკაცმა რომ დაამყაროს წარმატებული სქესობრივი კავშირი, უპირველეს ყოვლისა რა მას უნდა კონდეს სრულფასოვანი ერექცია და რაც დამოკიდებული არის ძალიან ბევრ ფაქტორებზე. პირველ რიგში სისხლის მიმოქცევაზე. ანუ ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი მამაკაცის ერექციული დისფუნქციის არის სისხლძარღვოვანი პრობლემები. შემდეგ ენდოკრინული, ნევროგენული და ქალის ანატომიურად გენიტალიები სხვანაირად არის. ანატომიურად ქალი ქალს უფრო როგორ გითხრათ თუ მას ვაგინიზმი არა აქვს ის ყოველთვის მზად არის სქესობრივი კონტაქტის ჩატარებისთვის და მაგრამ პრობლემები აქვს უკვე სუფთა ფსიქოლოგიური მიზეზის გამო და ძირითადი წამყვანი მიზეზი ქალის ასე ვთქვათ სექსუალური დისფუნქციის ეს არის ფსიქოგენური ფონი. ანუ არსებობს ალბათ იცით 4 ფრიგიდულობის 4 ნაირსახეობა: რეტარდაციული, ფსიქოგენური, ორგანული და კონსტიტუციური. რეტარდაციული ნიშნავს დაგვიანებული, ანუ როცა ქალი ღებულობს სექსუალურ სიამოვნებას და ორგაზმს, როგორ გითხრათ, არა სქესობრივი ცხოვრების დაწყებებიდანვე, არამედ გარკვეული დროის შემდეგ. შეიძლება ეს იყოს რამდენიმე კვირაში, რამდენიმე თვეში, შეიძლება ეს იყოს მშობიარობის შემდეგ, ან პარტნიორის გამოსვლის შემდეგ. ანუ რეტარდაცია ნიშნავს დაგვიანება. მეორე, ფსიქოლოგიური, აქ ახლა რეტარდაციული და ფსიქოლოგიური არის ფსიქოლოგიური მიზეზები, როცა
პრაქტიკულად ცხოვრების მანძილზე ვერ ღებულობს სიამოვნებას და ორივეს აქვს ერთი და იგივე მიზეზი. ეს არის ბავშვობა, შიშები, ტრამვები, ანუ რეტარდაციულსაც და ფსიქოლოგიურ. და მკაცრი მენტალური აღზრდა. და სომატური, ორგანული ეს არის პირველ რიგში გინეკოლოგიური პრობლემები და ენდოკრინული პრობლემები, ენდოკრინული კიდე ქალებში უფრო იშვიათია. და კონსტიტუციური ფრიგიდულობა ეს არის ნამდვილი ფრიგიდულობა, როცა იბადება უბრალოდ ასექსუალური ადამიანი ბუნებით. ეგეთი არის დაახლოებით 16% ქალების. რომელსაც საერთოდ არანაირი ინტერესი სექსუალური ცხოვრებისკენ არ აქვს ბუნებრივად. ეგეთი დაიბადროს. და ეგეთები მიდიან სექსოლოგთან ხვდებიან მხოლოდ მაშინ, როცა მათ ექმნებათ პრობლემები პარტნიორთან. ხვდებიან, რომ რაღაცა უნდა იღონონ, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არის. ანუ ქალებში ანორგაზმის მიზეზი ამ 4-დან ერთ-ერთი შეიძლება იყოს, ხო? და როდის უნდა მიაკითხოს სექსოლოგს ქალმა, როდესაც ის ხვდება, რომ მას ანორგაზმი აქვს, ან ის სიამოვნებას ვერ იღებს? სიამოვნებას ვერ იღებს. უბრალოდ პირველივე აქტიდან. პირველივე აქტიდან არა, იმიტომ რომ ხა სექსუალური დებიუტი ქალში ძალიან იშვიათია, რომ ეგრევე ორგაზმით თავდებოდეს, მაგრამ თანდათან სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე თანდათან ხა რამდენიმე კვირის შემდეგ, თვის შემდეგ თუ არ გამვითარდა, უკვე უნდა დაებადოს კითხვის ნიშნები და მიმართოს ექიმს. რამდენიმე თვე, ესე იგი შეგვიძლია, რომ ამ შემთხვევაში უკვე ქალმა იცოდეს, რომ მის საკითხი დასასმელია, ხო? რა არის პრობლემა. და როგორ ხდება მე ამის მკურნალობა? ეს ფსიქოთერაპიული მიდგომაც არის. ფსიქოთერაპია და პლუს მსუბუქი მასტიმულირებელი საშუალებები. ანუ ეს ორალურად მისაღები ტაბლეტები თუ რა შეიძლება? გასაგებია. მაგრამ მე მგონი ფსიქოთერაპია მაინც აუცილებელია. უფრო მნიშვნელოვანია, ხო? და რამდენ ხანში შეიძლება? ფსიქოთერაპია პირადი, ინდივიდუალური და წყვილში აუცილებლად. იმიტომ რომ პარტნიორს მოგეხსენებათ ძალიან დიდი როლი აქვს ქალის სექსუალობის განვითარებაში. თვითონ კაცს, ხო? რა თქმა უნდა. და ასე ფიქრობენ კაცები, თქვენი პაციენტები? დღესდღეობით უკვე ბევრი ასე ფიქრობს. და ეხმარებიან და ხელს უწყობენ ისე თქვენ პირიქით. და რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ძალიან დიდი ხანი, შეიძლება წყლობითაც კი არის მარტო და არ აქვს არანაირი სქესობრივი კავშირი? თანდათან დროის განმავლობაში მან შეიძლება საერთოდ დაკარგოს ინტერესი სქესობრივი ცხოვრების მიმართ. პირველ რიგში რა ვითარდება? ჯერ ქვეითდება ინტერესი, იმიტომ რაც არ არის ნევა-ნევა უკვე ხრება ჩვენი ინტერესის სფეროდან და მე უკვე ქვეითდება ლიბიდო. ლიბიდო რა არის? სექსუალური მოთხოვნილება. და ეს რამდენი ხანი შეიძლება ვთქვათ ესე, რომ 1 წელი, კარგი 1 წელი დასაშვებია, 2 წელი, თუ როგორ ხდება რამდენიმე თვე, თუ როგორ? ინდივიდუალურია ხა, ხა 2 და 3 თვეში არ დაკარგავს რა თქმა უნდა, მაგრამ 1 წელი, ზოგჯერ 1 წელი საკმარისი. ზოგჯერ და კაცების შემთხვევაში? კაცების შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე არის, იმიტომ რომ როცა მამაკაცთა სასქესო სისტემა, ასე ვთქვათ, პასიურ მდგომარეობაშია, მან შეიძლება უკვე ორგანულათაც დაკარგოს, შეიძლება უკვე მას შემდეგ ჩამოუყალიბდეს ერექციული დისფუნქცია, უკვე ორგანული ხასიათისაც. პირველში, იმიტომ რომ ვითარდება შეგუბებითი, კონგესტიური, შეგუბებითი მოვლენები მის სასქესო სისტემაში. და თქვენ ახსენეთ წყვილებს შორის თერაპია და პარტნიორი როდესაც ეხმარება. მე მაინტერესებს მამაკაცებმა რა უნდა გააკეთონ, რომ დაეხმარონ ქალს, ასე ვთქვათ, სექსუალურ განთავისუფლებაში. და ამაში გულისხმობ იმას, რომ ქალი, რომელიც არის ან რცხვენია, ან ძალიან მორიდებულია, ან გონია, რომ ეს არის მისი ფუნქცია, ასე ვთქვათ, რომ იყოს მორიდებული. ასეთ დროს მამაკაცი როგორ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა მიუღდეს? პირველ რიგში ვერბალურ კონტაქტს აქვს დიდი მნიშვნელობა. პირველ რიგში უნდა იყოს თავისუფალი ურთიერთობა წყვილში. რომ და რაც შეიძლება ნაკლებად ერთმანეთის რიდი, რომ ქალს უნდა შეეძლოს ყველა თავისი ფარული მოთხოვნილების გაზიარება მამაკაცთან და მამაკაც კიდე უნდა შეეძლოს ეს მიიღოს. და ფიქრობთ, რომ ეს ვიყო ეს ვინ არის, ხო?
არის ესეთი შემთხვევები, სამწუხაროდ არის კი. და რატო აქვთ ესეთი დამოკიდებულება? ხო, ყველას თავისი ინდივიდუალური პრეფერენციები. მაგრამ ეს მაინც ხო ქმნის ამ ბარიერს. ახლა ძალიან ზოგადად გეტყვით, რომ მაგალითად ერთ-ერთ წვილი რომელიც შემთან მოვიდა, მაქონდა როგორი პრობლემა, ეგეთ რა თქმა უნდა, სექსუალური ურთიერთობის პრობლემა ჰქონდათ ერთმანეთში და ცოლმა რომ თქვა, რომ ესო მუდმივად გაღიზიანებულია, თანასწორად არაფერი შენ არიცი, არაფერი შენ აგიზა, თუ რომ ვეუთხარი, მაშინ მასწავლე რამეო და არა ეგ პოზებმა იციანო. აი ხო. ხო, ეგ ძალიან სამწუხაროა და მან ეგ ასეთ წვივში შეუძლებელია რომ ჩამოყალიბდეს სექსუალური ჰარმონია. ხო და მიმართეთ ახლა მამაკაცებს. აი მოდით მე ამ მონაკოც ახლა ამოვიჭრი და ცალკე დავდებ ყველა სოციალურ ქსელში, რომ გაიგონ მამაკაცებმა, რომ გარყვნილობას არ ნიშნავს ის, როდესაც ქალს უნდა საუბარი პრობლემებზე სექსუალურ კავშირის დროს. ბედნიერი, ანუ სექსუალური ჰარმონიის საწინდარი არის გახსნილი ურთიერთობა. სექსი არის ურთიერთობის ნაირსახეობა, ერთ-ერთი ნაირსახეობა, უმნიშვნელოვანესი ნაირსახეობა და ბედნიერი სექსუალური ცხოვრებისთვის და სექსუალური ცხოვრების ჰარმონიისთვის საჭირო არის სრული გახსნილობა ურთიერთობაში. არანაირი მორიდება ერთმანეთისგან წყვილი, იმიტომ არის წყვილი, რომ ისინი იყვნენ როგორ გითხრათ დღეს რა თქმა უნდა მიღებული რომ საზღვრები უნდა კი, მაგრამ სექსუალურ ცხოვრებაში საზღვრები წყვილში არ არსებობს. წყვილში არის ყველაფერი მიღებული ერთმანეთში და უნდა იყოს სრული წყვილი ერთმანეთის მიმართ უნდა იყოს გახსნილი. და ერთსაც და მეორე და პარტნიორსაც უნდა შეეძლოს თავისი პარტნიორის სურვილების და მოთხოვნილების გაზიარება გათვალისწინება, გაზიარება და ხელის შეწყობა იმის ეროტიული მოთხოვნილებების და ფანტაზიების განვითარებას. სხვა შემთხვევაში, აი ხა მე მაგალითად მინდოდა ეს ცალკე კითხვა მქონდა, თქვენ თუ იცით რომ საქართველოს პირველ ადგილზეა განქორწინებაში 2022 წლის მონაცემებით. მთელ მსოფლიოში რაოდენობები განქორწინებების საქართველოში არის ყველაზე დიდი. და თქვენი აზრით, ამასში რა როლი აქვს შეუთავსებელ სქესობრივ კავშირს? და აი თუ იცნობთ ადამიანებს, წყვილებს, ვინც იმის გამო რომ ერთმანეთს ვერ ეთავსებოდნენ, დაშორდნენ. რა თქმა უნდა, ვიცნობ და არაერთს წყვილს. როგორ გითხრათ ახლა სექსუალურმა რევოლუციამ, ასე ვთქვათ, რომელიც ეხლა მიმდინარეობს საქართველოში, მე სტატისტიკა ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ შემიძლია თქვა, რომ მაგალ გამოიწვია ეგ სტატისტიკა. სექსუალური რევოლუცია არა მხოლოდ სექსს გულისხმობს, არამედ რა არის? აქ არის მეორე საკითხი. ქალები მოხდა ორივე გენდერის, ორივე სქესის გათანაბრება ერთმანეთის მიმართ. ქალები გახდნენ სრულიად თვითკმარები. ცხოვრებისეულად. და შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ წყვილი წყვილი ასე ვთქვათ ცხოვრობდა ერთმანეთთან გარკვეული მიზეზების გამო, არა იმიტომ რომ ერთმანეთი უყვართ, არამედ სახლი, მატერიალური ფაქტორები, ხო? დღეს ეს ფაქტორები გადავიდა უკანა პლანზე. როცა უკვე მოხდა წვილის ორივე ასე ვთქვათ პარტნიორის გათანაბრება, ორივე მე რას თქვი რა, ორივემ დაინახა ის რომ მისი პარტნიორი არც თუ ისე იდეალურია და მე შემიძლია მის გარეშეც ვიცხოვრო და თუ მათ შორის არ არის სიყვარული, სიყვარული ერთმანეთის პატივისცემა არ არის ფაქტორები, სულიერი ფაქტორები, რომელიც მათ ერთმანეთთან აჩერებს, რა თქმა უნდა, ეგეთი წყვილი ძალიან ადვილად შეიძლება დაიშალოს. და ეს როგორ გითხრათ, იმიტომ ასე ვთქვათ გაუსწარით სხვა ქვეყნებს, ეგ ძალიან ცუდი ნათქვამია, მაგრამ დასავლეთ ქვეყნებს
გასაქვეყნებმა ეს უკვე გაიარეს ეგ ეტაპი და დღეს უკვე იქ ქორწინება ხდება უფრო გააზრებულად. ანუ ეს ხალხი ცხოვრობს ერთმანეთთან, ანუ მათ უკვე სექსუალური ეტაპიც აქვთ გავლილი, ცხოვრებისეული სხვადასხვა ეტაპებიც აქვთ გავლილი და ისინი უკვე ერთობლივად ღებულობენ გადაწყვეტილებას, რომ იცხოვრონ ერთად და ასე ვთქვათ, ცხოვრებისეული გზა ერთად გაიარონ და ჩვენთან უფრო როგორ გითხრათ, ძალიან ბევრი წყვილები შედგა სუფთა სექსუალურ ნიადაგზე, იმიტომ რომ მათ უნდათ სექსუალური ცხოვრების დაწყება და სხვა საშუალება არ ჰქონდათ და ამის გამო და ეგეთი წყვილები ძალიან ხშირად განწირული არის უკვე წინასწარ დაშლისკენ. აქ მე სხვადასხვა ცხოვრებისეული ფაქტორები გახდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წყვილები ცხოვრობდნენ აგრძელებდნენ ერთობლივ ცხოვრებას სხვადასხვა ფაქტორების გამო, არა ურთიერთსიყვარულის გამო და ურთიერთპატივისცემის გამო, არამედ სხვადასხვა ფაქტორები, უფრო ძირითადად მატერიალური ფაქტორების გამო და როცა ეს მატერიალური ფაქტორები გადაიწია უკანა პლანზე, რა თქმა უნდა, უკვე ორივე პარტნიორმა გადაწყვიტა თავის გზაზე თავისი გზა, ასე ვთქვათ, თავისი ცხოვრებისეული გზა გაეგზებინა თავის პარტნიორის გარეშე. ასე რომ აქ არა მარტო სექსუალური მიზეზი არის. მაგრამ როდესაც მიზეზი ეგ არის ზუსტად. აი როგორ ვერ ახერხებს წყვილი ოჯახის გადარჩენას? აი ნუ თუ ასეთი გამოუსწორებელია. როცა მიზეზი ეს არის, ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალია. იმიტომ რომ შეიძლება 1-2 ვიზიტი სექსოლოგთან იყოს საკმარისი, რომ წვილმა, ასე ვთქვათ, წვილის ორივე პარტნიორმა შეინარჩუნონ ერთმანეთი. მით უმეტეს ოჯახზე როცა საუბარი, შვილები და როცა მიზეზი არის სექსუალური ცხოვრება. ამისთვის საჭირო არის ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა საწოლშიც მათ შორის და ურთიერთმოთხოვნილებების რეალიზაცია. ეგ ყველაზე მარტივი მიზეზი არის. ამ დროს ყველაზე მარტივს ვერ უძლებენ ხოლმე და აი ამ მარტივი და ამ უადვილესად მოგვარებადი მიზეზის გამო ანგრევენ ოჯახს. გონიათ რომ ეს არის დასასრული სამყაროს. ამ დროს აი რა ადვილად შეიძლება რომ გადაწყდეს ეს პრობლემა. პროფესიონალის დახმარებით, რა თქმა უნდა. თქვენ ეხლა ამაზე კი ისაუბრეთ, მაგრამ მე მინდა ცალკე კითხვაც დავსვა. როდესაც უემოციო სქესობრივი კავშირი გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. აი რა კვალს ტოვებს სქესობრივი კავშირი, რომელსაც არანაირი ემოცია არ ახლავს თან? ძალიან ნეგატიურ კვალს ტოვებს და შეიძლება ქალებში განსაკუთრებით ვიტყვი ხაზგასმულად შეიძლება საერთოდ ჩამოუყალიბოს ნეგატიური დამოკიდებულება სექსის მიმართ. და ეს არის გასათვალისწინებელი. აუცილებლად. შეიძლება მე შფოთვებისგან ვითარდეს ალბათ. აი ის რასაც თქვენ ერთ-ერთ წინა შეკითხვაში დამიშვით, სექსუალური სირცხვილი, აქ მარტო სექსუალური სირცხვილზე კი არ არის ლაპარაკი სირცხვილზე. სექსუალური სირცხვილი ეს არის კომბინირებული გზნობა მათ შორის შფოთვაც. ანუ შფოთვა ვითარდება სექსის ხსენებაზეც კი. რა საინტერესო. ანუ ამ სიტყვის გაგონებაზეც კი უკვე შფოთვითი არის. შიდა შფოთვა და რომელიც თანდათან იზრდება სანამ ეს თემა არის აქტუალური. შემდეგ მშვიდდება. და რატო აქვთ ნეგატიური რეაქცია ქალებს? იმიტომ რომ აი რას გულისხმობ, ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია გავთავისუფლდით, არავის არ ვართ დამოკიდებული და ანუ რას მეუბნები ახლა, რომ ემოციის გარეშე ვერ მექნება სექსი. მე ვიძახი ნეგატიური დამოკიდებულება არ არის. თქვენ დამისვით შეკითხვა, კონკრეტული შეკითხვა, თორემ მე არ ვიძახი, რომ ზოგადად აქვს ნეგატიური განწყობა. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა სექსი არის უემოციო. ანუ ქალი თუ სექსუალური კონტაქტის დროს ვერ ღებულობს სიამოვნებას და ეს გრძელდება, ნუ ერთჯერადი კონტაქტი კიდე იმდენად არ არის, იმიტომ რომ თუ თავის მუდმივ პარტნიორთან ვერ ღებულობს სიამოვნებას, ეს გადაიქცევა უკვე მუშაობად, ასე ვთქვათ. როგორც სიტყვაზე ჭურჭლის რეცხვა და ამიტომ ის უკვე ყველანაირ ხერხს იყენებს იმისთვის, რომ ამ სექსუალურ კონტაქტს აარიდოს თავი. და ეს მუდმივ პარტნიორებთან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს არის როგორც თქვენ ზანეთ, უფერული სექსუალური კონტაქტი, ანუ თუ არანაირ სიამოვნებას არ ღებულობს,
მაშინ რა ერთმა გასაუბრებაზე ერთმა მოგონა მითხრა ფიზკულტურად არის გადაქცეული და ნუ აღარ მინდა ეს ფიზკულტურა და ნუ მასგებია. და როდესაც აი თქვენ one night stand-ი ახსენეთ. ეს one night stand-ი აუცილებლად ემოციებისგან დაცლილია? თუ როგორ? არა, გააჩნია, იცით რა არის, შეიძლება იყოს ამ one night stand-ს აქ ხშირად ძალიან ძლიერი სპონტანური სექსუალური აღზნებასთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში კი და შეიძლება მოგითხრათ სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანიც იყოს. მაგრამ ამავე დროს ძალიან საშიშიც არის. რას გულისხმობთ? პირველ რიგში სქესობრივი ზრდამდები დაავადება და მეორე ძალიან დიდი რისკი არის, როცა მეკეთი სპონტანური სქესობრივი კავშირს ამყარებ აბსოლუტურად უცხოპ პარტნიორთან. პერფექციონიზმზე მინდა გკითხოთ. ქალსაც აქვს ეს ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, კაცსაც და პერფექციონიზმი ძალიან დამტკუნავი ფაქტორია სქესობრივ ცხოვრებაში. პერფექციონისტებს აქვს რა მოთხოვნილება? ხაბატონო ფსიქოლოგო უკეთესად და უკეთესად გავაკეთო ეს, უფრო კარგად გავაკეთო. როცა სექსუალური კონტაქტის დროს ფიქრობ სექსუალური კონტაქტის ხარისხზე, კონტაქტი არასდროს არ გამოდის კარგი. კონტაქტის დროს გონება უნდა იყოს გათიშული. როცა შენ ფიქრობ იმაზე, რომ აი ხა ეს როგორ გამომივა, ის როგორ გამომივა, აი ამას როგორ ვისწამი, ის როგორ გამომივა, არასდროს კონტაქტი კარგი არ გამოდის. და თუ ადამიანს არ შეუძლია მოდუნება და აი გათავისუფლება აი ამ ფიქრებით. იმიტომ რომ ერთ-ერთი სექსუალური პრობლემების განვითარების მიზეზი არის ის, რომ ადამიანს არ შეუძლია მოდუნება. რა ხდება, როდესაც ადამიანს არ შეუძლია სქესობრივი კავშირის დამყარება, ან ორგაზმის მიღწევა, მაგალითად ნარკოტიკული საშუალების გარეშე, ან ალკოჰოლის გარეშე? ეს არის, როცა უკვე ჩვენ საქმე გვაქვს ნარკოტიკულ ან ალკოგოლურ დამოკიდებულებასთან. დიახ. ასეთ შემთხვევაში კი. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ისე არა. და ზოგადად ალკოჰოლით და ნარკოტიკით ხო ერთგვარი დეპრესანტია, ანუ ერექციის ხო ხშირი მოხმარება. ხშირი მოხმარება კი, მაგრამ იცით რა არის? აი საკმაოდ ხშირად მე პირიქით წყვილს შეიძლება დანიშნულების სახითაც ვაძლევ, სუბუქად მიიღონ ალკოგოლი კონტაქტის წინ. ეს იქნება. აი ეს დაძაბულობა რომ მოდუნებაში მოხსნით მიზნით. მაგრამ აი რა დოზა არის ოპტიმალური რომ მე ხა ისე რო არ დათქვესოთ, მაგრამ სუბუქად ნასვამ მდგომარეობაში, ანუ ქერქი, ასე ვთქვათ, ცენტრალურ ნერვულ სისტემას დუნდება მაგ დროს და აი ეს შიდა დაძაბულობა, რომელიც ადამიანს გააჩნია, ის იხსნება და მაგ დროს სქესობრივი კონტაქტი გაცილებით უფრო წარმატებულია. მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს ნარკო ან ალკოგოლურ დამოკიდებულებასთან საქმე, იქ სხვა არის. იქ ადამიანი უფრო ტონიზირებული არის, მაშინ როცა მე ნივთიერება აქვს მიღებული და მაშინ უფრო მზად არის არა მხოლოდ სექსუალური აქტივობისთვის, არამედ ზოგადად ურთიერთობისთვის. მე ხა ქირურგებს ვიცნობ, მაგალითად, რომლებიც ნარკოტიკულ მდგომარეობაში უფრო წარმატებულად ატარებენ ოპერაციებს ვიდრე ის. ზემოქმედების ქვეშ? ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ უფრო წარმატებით ატარებენ ოპერაციას. ეხლა ეს შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს იმისთვის, რომ აი რა კარგია და მარიხუანა და ასე შემდეგ. ლაპარაკი არის ნარკოდამოკიდებულ ადამიანთან. აი მარიხუანას გავლენებზე რო გვესაუბროთ, სქესობრივი დისფუნქციები და მარიხუანა. მარიხუანას მოხმარების დროს, ანუ თავიდან და შეიძლება ვთქვათ პირველი 6 თვის მანძილზე, მაგრამ აქ როცა საუბარი არის სისტემატურ მოხმარებაზე. აი ყოველ დღეს სიტყვაზე მარიხუანას მოხმარება. პირველი 6 თვე 1 წლის მანძილზე ადამიანი იმყოფება როგორც ჩვეულებრივ მარიხუანის, ასევე სექსუალურ ეიფორიაში იმყოფება. რა თქმა უნდა, მისი სექსუალური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანია, შეიძლება ვთქვათ უფრო ძლიერიც, მაგრამ გარკვეული დროის მანძილზე შემდეგ მიდის კლება. აი რამდენი ხანი, აი თქვათ ვინც შეიძლება რამდენიმე თვეში დაიწყოს, შეიძლება 1 წლის შემდეგ. ხო, აი ვინც არის დამოკიდებული მარიხუანაზე და ჯერა რომ ეს მას არავითარ შემთხვევაში არ აზიანებს. თავიდან ხო გეუბნებით. ადამიანი პირიქით აი ძალიან ამაღლებულად გრძნობს თავს, მუდმივ ეიფორიაშია, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისევე სექსუალურ ეიფორიას განიცდის, მაგრამ ეს ყველაფერი მიდის მერეკლებისგან.
ოთიშორის სიგარეტის კოლოფებზეც მახსოვს ეს ნახატები ხო არის ხოლმე და და მე ის მომენტი რომელიც კლავს და რომელიც ამას სიგარეტით ხო ძალიან მარტივ მექანიზმი აქვს უბრალოდ მექანიკურ შენ პაციენტებს უხსი ხოლმე თუ პაციენტი არის აქტიური მწეველი ეხლა მე ვეუბნები მე შენ პროპაგანდას კი არ გიწევრო აი სიგარეტი მავნებელია უბრალოდ თუ რას იწევს სიგარეტის ანუ თამბაქოს მოხმარება დიდი რაოდენობით სისხლ ძარღვების შევიწროებას თუ სისხლძარღვის სანთური უნდა იყოს ესეთი სიტყვაზე უნდა არის ესეთი და ერექციის ნუ სრულფასოვანი ერექციის განვითარების წინაპირობა არის კარგი სისხლის მიმოქცევა სისხლის მიმოქცევა თუ შეზღუდული არის ერექცია ვერ განვითარდება და შესაბამისად აქტიც ვერ შეაივლის სრულფასოვნად. მოდით მოგვიყევით ახლა ის შემთხვევა, რომელიც თქვენთვის გახდა ამ პროფესიაში მოსვლის მიზეზი. მე დავიწყე ვენერიული პრაქტიკით, ვენეროლოგიის პრაქტიკით. ხა საერთოდ ორი განათლება მაქვს, ფსიქოლოგიური და სამედიცინო. ნუ თავიდან წლების მანძილზე მოღვაწეობდი მხოლოდ როგორც ექიმი ვენეროლოგი და ანდროლოგი, მაგრამ ნუ ყოველთვის მაინტერესებდა სექსოლოგია და რა თქმა უნდა ხა როცა პაციენტი მოდის შენთან სქესობრივი ზგადამდები დავადებით ის თავის სექსუალურ პრობლემებსაც გიზიარებს და ნუ რადგან მაინც ახლა მე მქონდა ფსიქოლოგიური განათლება ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევდი შემდეგ უკვე დავიწყე ფსიქოთერაპიის მეთოდი მიმართულების გეშტალტის სწავლა, ასევე შევისწავლე ფსიქოსექსოლოგია და უფრო გავაფართოვე ჩემი ასე ვთქვათ მოღვაწეობის სფერო. და რამდენი წელია რაც ამ სფეროში მოღვაწეობთ? კონკრეტულად ფსიქოლოგია? აი ეს ფსიქოსექსოლოგია ორივე ერთად. ალბათ 8 წელიწადი უკვე. და თბილისში ხო? დიახ. მე აუცილებლად დავტოვებ თქვენი კლინიკის მონაცემებს ჩვენ სახელმწიფოში თუ ვინმეს გააქვთ რაიმე კონკრეტული პრობლემა, რისი გადაჭრით შეუძლიათ ასოსოს, შეგიძლიათ შეხვიდეთ აღწერაში, იქ ნახავთ მონაცემებს კლინიკის დასახელებას. თუ არის რამე დარჩენილი ესეთი თემა, რომელზეც გინდოდათ საუბარი და თუ რაიმე თემას კიდე გადაწყვიტავთ ამ კუთხით გაშუქებას სიამოვნებით გესტუმრები და დარწმუნებული ვარ რომ იქნება მოთხოვნაც და კითხვებიც როგორც გითხარით შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარებში თქვენი კითხვები იმიტომ რომ ეს არის ისეთი აქტუალური თემა რომელზეც ხშირად არც ტელევიზიით ხდება გადაცემა და საუბარი და ეს გაუფილტრავე ინტერნეტში ინფორმაციაც არ არის დამაკმაყოფილებელი ბევრისთვის ასე რომ მე ვეცდები რომ ამ თემას ხშირად დავუთმოთ რომ და თქვენი კითხვები ამოვწუროთ, ასე რომ ვთქვათ. დიდი მადლობა ბატონ სოსო მობრძანებისთვის. მე შეგახსენებ კიდევ ერთხელ რომ თუ თქვენთვის საინტერესო იყო ეს ეპიზოდი, გამოიწერეთ სალომე კასრაძის პოდკასტი და გაუზიარეთ ეს ვიდეო იმ ადამიანს, ვინც ფიქრობთ რომ საჭიროებს ამ ყველაფრის მოსმენას. მე დროებით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.